საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა ხოფერიას და ვახოს ანაიას გადაცემები დახურეს, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. წამყვანებისთვის და მათი გადაცემის დახურვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სანაიას ინფორმაციით, საინტერესო შემოთავაზებების მიუხედავად ის საზოგადოებრივ არხთან ევროკავშირის დაფინანსებული გადაცემის ფორმატში თანამშრომლობას განაგრძობს და დახურული გადაცემის აღდგენისთვის ბრძოლას აპირებს. ხოფერია კი ჯერჯერობით მხოლოდ ჟურნალ სითის რედაქტორად რჩება. მე მოვითხოვე რომ ყოფილიყო ღია ეთერში გასულიყო გადაცემა და ამ ჩემი მოთხოვნიდან 3 თუ 4 საათში მე შევხვდი ჭანტურიას და მან თქვა რომ გადაცემა აღარ გავა ეთერში. მოიყვანა რაღაც მიზეზები ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომელიც ხა ჩემთვის ამ შემთხვევაში გაუგებარი, იმიტომ რაღაც იანვრამდე ქონდა ჩვენ კონტრაქტები და რატო გაგვიგრძელეს და ასევე თქვა რომ ეხლა მთლიანად უნდა შეიცვალოს ბადე და პირველმა არხმა უნდა დაიწყოს საგამოძიებო ჟურნალისტიკა ეხლა. 2 დღის განმავლობაში ცოტა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ვისმენდი მისგან. და გუშინ საღამოს, როდესაც უკვე გადაცემის თითქმის ყველა სტუმარი დაპატიჟებული მყავდა, მან მითხრა რომ აჩერებს ამ გადაცემას, იმიტომ რომ არ უნდა რომ მე წავიყვანო საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური მიმართულების გადაცემა. რამდენჯერმე ჩავეკითხე, რომ მე თქვა ჩემთვის სამოტივაციო ნაწილი, იმიტომ რომ ეს არ დარჩებოდა ბუნებრივია ჩვენ შორის რაღაც პრივატულ საუბრად, ეს არ არის რაღაც ჩვენ შორის საუბარი მხოლოდ, ეს არის ლაპარაკი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მან ვერანაირი მიზეზი ვერ მითხრა უბრალოდ რომ მე არ უნდა წავიყვანო პოლიტიკური მიმართულების გადაცემა ამ არხზე.